მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 3 ივლისს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოემატებს. დასავლეთ საქართველოში +26, მთიან რაიონებში +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში +29 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში კი +25. რუსთავში +27, მარნეულში +26, თელავსა და სიღნაღში +25 გრადუსი, ომოლოში +24, ხოლო ლაგოდეხში +18, ცხინვალში +23 გრადუსი ფიქსირდება. გორში +26, სტეფანწმინდაში +13, ბაკურიანში +15, გუდაურში +14 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომში +22, ახალციხეში კი +23 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში: ქუთაისში +25, ბათუმსა და ფოთში +24, სოხუმში +23, ზუგდიდსა და ქობულეთში +24 გრადუსი, ანაკლიასა და ოზურგეთში +22 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს თბილისში ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 3 ივლისისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც ღვთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.